უნდა გაგაცნოთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი თბილისისთვის урბანული განახლების უნიკალური ინიციატივა, რომელსაც ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი დედაქალაქის შუაგულში იწყებს. Grand Avenue არქისგან თბილისის ისტორიაში უპრეცედენტო სიდიდის და განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის მქონე უბანი, რომლის საერთო ბიუჯეტი $1 მილიარდ აჭარბებს. ეს ამბიციური პროექტი დედაქალაქში ნამდვილად შექმნის მიზიდულობის ახალ ცენტრს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. შიოხეთ-სურიანი არქის გენერალური დირექტორი და გვანცა ოქროპირიძე არქის პერსონალური მრჩეველი შემოგვერთდებიან ახლა პირდაპირ ეთერში. მობრძანდით, გელოდებით დიდი ინტერესით და უნდა ვისაუბროთ ამ უპრეცედენტო პროექტზე. დილამშვიდობა სტუმრობისთვის მობრძანდით. მოგესალმებით. ბატონო, თქვენგან დავიწყოთ. პირველ რიგში პროექტზე რომ გვიამბოთ უფრო მეტი, რას მოიცავს აი ეს უნიკალური პროექტი? დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. ეს არის გამორჩეული, გრანდიოზული პროექტი, რომელიც მასშტაბისად თბილისში განხორციელებულა. ფაქტიურად ქმნით თბილისის ცენტრს, ახალ ცენტრს და ეს პროექტი არის გამორჩეული თავისი 11 ჰექტარი რეკრეაციული და გამწვანების ზონით, ისევე როგორც სხვადასხვა ყველაფერი ის არის, რაც შეიძლება დაჭირდეს ცხოვრება ადამიანს კომფორტისთვის. ბუნებრივია გამიშთა კითხვა 11 ჰექტარი, რომ რეკრეაციული ზონა არის, საცხოვრებელი რამდენია? სულ რამდენს მოიცავს ეს კომპლექსი? საცხოვრებელი კომპლექსი იქნება 13 შენობისგან, საცხოვრებელის შენობისგან, მათ შორის ასევე იქნება სკოლაც, იქნება ღია და დახურული აუზი, საერთო სამუშაო სივრცე იქნება, პადელის და ტენისის კორტები იქნება, ასევე იქნება მუზეუმი, სკოლა და ასე კიდევ ბევრი რამ. საერთო ჯამში ეს არის 1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია. თუმცა თუ სწორად ხვდები, საცხოვრებელი კომპლექსი და რეკრეაცია რომ ერთმანეთს შევადაროთ, რეკრეაციული ზონა გაცილებით მეტი არის ამ კომპლექსში? ესეთი ტერიტორიის 75%, ანუ სამჯერ მეტი არის რეკრეაციული და გამწვანების ზონა. ზუსტად ამითაც გამორჩეულია იმით, რომ მდებარეობს დადიანის ქუჩაზე, ასევე გვირაბით დაუკავშირდება წერეთლის გამზირს და ეს იქნება ზუსტად ის რაღაც ახალი მიზიდულობის ცენტრი, ახალი ქალაქის ცენტრი. კი ბატონო, ერთ სიახლეზე გვინდა რომ კიდევ მეტი გავიგოთ პროექტის ბინებს დაგეგმილია დიდი ფასდაკლება, ეს ის ფასდაკლება ჩვენ რომ არქის ყველა პროექტზე განსაკუთრებით ველოდებით ხოლმე ასეა ხომ, ფასი რომელიც აღარ მეორდება. კი ბატონო, ამ შემთხვევაში Grand Avenue-საც შეეხება. კი, Grand Avenue-ზე გვექნება ამჯერად 20 სექტემბერს 11 საათზე, სწორედ ამ პროექტის ადგილას, დადიანის 32 ნომერში ველოდებით ყველას. არის ძალიან დიდი მომართვიანობა, უკვე ჩაწერილია ჩვენს დიდი ფასდაკლების დღეზე უამრავი ადამიანი, უნდა ვიჩქაროთ, დავრეკოთ 2-602-602-ზე ან დავრეგისტრირდეთ სოციალური ქსელების საშუალებით, რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ დიდი ფასდაკლების დღეზე. მხოლოდ ამ პროექტს ეხება ეს კონკრეტული ჩვენი ღონისძიება და როგორც პრემიუმ, ასე კომფორტ ტიპის კორპუსებს გავყიდით. ასე რომ იჩქარეთ, დაგვირეკეთ 2-602-ზე. ეს რას ნიშნავს კორპუსებს შორის რა სხვაობა, კომფორტი და პრემიუმი? კი ბატონო, კი გვექნება ამჯერად ეს არის პირველი პროექტი ჩვენი, სადაც გვაქვს როგორც პრემიუმი, ასევე კომფორტი. პრემიუმ პროექტში იქნება სხვანაირი ინფრასტრუქტურა შიგნით, აუზი გვექნება, ასევე კორპუსის თავზე გვექნება ჩვენ პადელისა და ჩოგბურთის კორტები, სულ სხვა ტიპის პროექტია, ასევე ფასადის მასალები იქნება განსხვავებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფასიც ეს აისახება, თუმცა გვექნება ასევე კომფორტი. ჩვენ ყველა პროექტი გვაქვს განსაკუთრებულად კარგი, თუმცა ჩვენი პრემიუმი იქნება უფრო მეტად კარგი და საუკეთესო. უფრო პრემიუმი. უფრო განსაკუთრებული. როგორც წესი, არქიში ბინის შეძენა ხოლმე რაღაცა განსაკუთრებულად მიმზიდველი იმ პირობებიდან გამომდინარე, რომელიც გაქვთ. და იმ პირობები იქნება ამ შემთხვევაში დარწმუნებული რომ მაყურებელს ახლა ერთი სული აქვს რომ თქვენთან მოვიდეს და იმ ფასდაკლებით და პირობებით ისარგებლოს. რატომ არ უნდა გადავდოთ და ვიყიდოთ კონკრეტულად ამ დიდი ფასდაკლების დღეზე ბინა? ჯერ ერთი ის რომ გთავაზობთ ბინების დიდ არჩევანს, თქვენ პირველს გეძლევათ შესაძლებლობა რომ შეარჩიოთ ის ბინა, რომელზეც ოცნებობდით სასურველი, კი ბატონო, ყველაზე დაბალ ფასად, რომელიც როგორც თქვენ ძანეთ, აღარასოდეს აღარ გადმეორდება. გარდა ფასისა, გექნებათ ასევე გადახდის პირობა, საუკეთესო თქვენზე მორგებული გადახდის პირობით შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი გრაფიკი, გააკეთოთ შემონატანი, ისარგებლოთ კიდევ დამატებითი ფასდაკლებით და ასე შემდეგ. 20 სექტემბერს, ვინც უკვე დარეგისტრირებული იქნება და მოვა შეარჩევს ბინას, მას ელოდება ასევე ძალიან კარგი ღონისძიება,
ამ კონკრეტულ დღეს ჩვენ მაქსიმალურად მთელი გუნდი ჩართული ვართ, რომ ყველას მოგემსახუროთ, დაგეხმაროთ, შეგარჩევინოთ ბინა, ხოლო ის სარგებელი დაარეგულიროთ, რომელიც უხვად არის ხოლმე ამ დღეს. კი, ხოლო ის სარგებელი, რასაც ადამიანი ბინის შემძენი იღებს იმ დღეს, ეს არის მაქსიმალური. რა თქმა უნდა, ბინის შეძენა ყოველთვის მიმზიდველია და განსაკუთრებით თუ ასეთ დიდი ფასდაკრების დღეს აკეთებს ადამიანი არჩევანს, გაგიზიარებთ წინა გამოცდილებებს. წელიწად ნახევრის წინ ჩვენ გვქონდა დიდი ფასდაკრების დღე არქიდიღომის 3-ის პროექტზე და მას შემდეგ, ანუ წელიწად ნახევარში ბინების ფასი არის გაზრდილი ამ კონკრეტულ პროექტში უკვე 30%-ით საშუალოდ. ანუ გარდა იმისა, რომ შევიძენთ ბინას, ეს არის მომგებიანი პროექტი თვითონ ადამიანის. კი, დაახლოებით $25,000-ზე მეტ თანხაზეა ახლა. წინასწარ თუ შეგვიძლია აი ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში წინასწარ განსაზღვროთ, თქვათ რა მოგებაზე გავა, ამიტომ ზოგადად, როდესაც ყიდულობ მშენებლობის დაწყებამდე, ну, ცხადია, რომ ეს არის კარგი ინვესტიცია, იმიტომ რომ მოგება გაცილებით მეტია, ვიდრე გარემონტებული ბინა რომ შეიწინო. აი კონკრეტულად ამ პროექტის შემთხვევაში შეგვიძლია რაღაცა პროცენტულ მაჩვენებელზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს კონკრეტიკა უყვარს ისევე როგორც ჩვენ. კი ბატონო, გეთანხმებით, ნახეთ, 2 თვის წინ გქონდა ჩვენი ბოლო დიდი ფასდაკრების დღე და ფასის ზრდა არის უკვე 12%. რეკორდული რაოდენობის 206 ბინა გაიყიდა არქი ჰორაიზონის დიდი ფასდაკრების დღეზე. ჩვენ ამ რეკორდს კიდევ გავაუმჯობესებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი. თუ პროექტი და პროექტამდე აუმჯობესებთ ხოლმე. კი ბატონო, და თუ კი 2 თვეში გვაქვს ეს ციფრი, პროექტი დასრულდება 2029 წელს და ახლა თქვენ მაყურებელმა და ჩვენს შეგვიძლია უბრალოდ პროგნოზი გავაკეთოთ, ეს იქნება ძალიან დიდი ფასის ზრდა, რაც კი ოდესმე გქონია. გარდა ამისა, ჩვენ ამ კონცეფციის პროექტი არ გქონია, ჩვენ კი არა ასეთი ამბიციური პროექტი თბილისში არ არსებობს. თბილისი კვლავ რჩება ინვესტიციის თუ უძრავი ქონების მიზიდულობის მხრივ ყველაზე საინტერესო ქალაქად თბილისში. შემიძლია გაგაცნოთ TBC კაპიტალის კვლევის შედეგი 1 წლის განმავლობაში. ეს არის წლევანდელი კვლევა, არის უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა არის გაზრდილი 9%-ით, რაც თანხობრივად ზრდას ნიშნავს 11%-იანს. ანუ ნიშნავს ეს იმას, რომ თქვენ რომ ბინას შეიძენთ, საინვესტიციო კუთხით, საცხოვრებელი კუთხით არის ყველაზე საინტერესო. მოკლედ, ხოხმანისთვის სივრცეს არტოვებთ. კი ბატონო, დაგვირეკეთ, აუცილებლად დარეგისტრირდით და მგელოდებით ყველას 20 სექტემბერს 11 საათზე დადიანის 32 ნომერში. მანამდე რეგისტრირდებით, ხო? უკვე შეგვიძლია დარეგისტრირდეთ. წარმატებას გისურვებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც, ვინც გადაწყვეტს 20 სექტემბერს რომ გეწვიოთ. ასეთი იყო მოკლედ სიახლეები, რომელსაც არქი უმზადებს თბილისის და საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ რომ ეს არის უპრეცედენტო პროექტი, როგორც უკვე ვისაუბრეთ და შიოხეცურიანი არქის გენერალური დირექტორი და გვანცა ოქროპირიძე არქის პერსონალური მრჩეველი საუბრობდნენ ამ პროექტზე უფრო დეტალურად. დიდი მადლობა სტუმრობისთვის.